მოგესალმებით, ღმერთმა დაგვიცოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენი საუბრის თემა დღეს იქნება იმ ნეგატიური მოვლენის წარმოჩენა, რასაც ქვია ადამიანის დაშორება ღვთისაგან, თუ რა პროცესები განლომან და განსაკუთრებით უკანასკნელ საუკუნეებში თუ როგორი იდეოლოგიების მეშვეობით ხორციელდებოდა ადამიანის განშორება ჭეშმარიტი ღვთისაგან, ჭეშმარიტი ფასეულობებისაგან, რამდენად ძლიერი იყო ეს იდეოლოგიური ზეწოლა კაცობრიობაზე, როგორი იყო ეს იდეოლოგიები და როგორ მოქმედებდნენ ისინი ადამიანის ცნობიერებაზე, რათა წარეშალათ ღვთის არსებობის მთლიანად არსი ადამიანის ცნობიერებიდან და მის ნაცვლად ჩაენაცვლებინათ გაამპარტავნებული, გაქეთმაღლებული, გაკერპებული ადამიანი. სწორედ აი ამ თემებზე საუბარი დავისახეთ ჩვენ მიზნად და მთავარი სათქმელი ჩვენი იქნება ის, რომ რამდენად დეგრადირდებოდა საზოგადოება, მთლიანად კაცობრიობა თავის ისტორიის განმავლობაში და რამდენად შორდებოდა ის სრულყოფილებას, რამდენად იყო ეს ევოლუციის გზა, ჭეშმარიტი ევოლუცია და არა ინვოლუცია სულისა, რომელიც ასეთი პროგრესის სახით ვლინდებოდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მეცნიერების სახელით გადაგებდა თავის სათქმელს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ის აშორებდა ჭეშმარიტ ცნობიერებას, ჭეშმარიტ ღვთისრწმენას და ადამიანს თავისი ახორცული ვნებების მონად ხდიდა. სწორედ აი ეს არის ჩვენი ძირითადი სათქმელი, რომ ადამიანმა დაკარგა შეგრძნება იმისა, რომ მისი ბატონ-პატრონი, მისი უფალი არის სწორედ ღმერთი და დაიწყო თავისი ანალოგიის ძიება დედამიწაზე და ეძია და როგორც ჩანს, უკეთესი ვერავინ ვერ იპოვა გარდა ადამიანისა და სწორედ ადამიანი გახდა ამ ყოველთა საგანთა საზომი, სამეცნიერო ენაზე კი ამას შეიძლება ჰუმანიზმი ეწოდებოდეს. ესე იგი, პირველი ჩვენი საუბრის თემა იქნება ჰუმანიზმი. რამდენად შემოიჭრა ის ჩვენ სულისკვეთებაში. ეს მსოფლმხედვა იდეოლოგია 18 საუკუნიდან შეიძლება ითქვას უკვე ოფიციალურად აღიარებული მსოფლმხედველობა გახდა და თავდაპირველად ის თითქოს და ქრისტიანობისადმი მტრულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდა. მაგრამ ცდილობდა რაღაცნაირად დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ არანაირი ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ არ მიმდინარეობდა. მაგრამ შემდგომში ეტაპობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ ჰუმანიზმმა პირდაპირ გაილაშქრა ქრისტიანული იდეალების წინააღმდეგ და ადამიანის გონებრივი კულტის გაბატონებისაკენ წარმართა თავისი მსოფლმხედვა. ამიტომ ქრისტიანობა და ჰუმანიზმის შორის დაუნდობელი ბრძოლა უთუოდ უნდა დაწყებულიყო. ვინაიდან თავის საბოლოო ეტაპზე ჰუმანიზმმა გამოაჩინა უკვე ნამდვილი სახე, რომ ის ევროპელ ადამიანს, ანუ ევროპელს გულისხმობ ჩვენ აქ ცივილიზებულ ადამიანს განაშორდა ღმერთისგან და მის ნაცვლად გააღმერთებდა სწორედ ადამიანს. ასეთი კატეგორიის სულისკვეთება, რომელსაც არ სჭირდება ღმერთი თავის ცხოვრებაში და ყოველივეს ბატონ-პატრონად ადამიანი გამოაცხადა, ბუნებრივია მოყვა ლოგიკური დასკვნა. რა კი ღმერთი არ არსებობს, თვით მე ვყოფილ ვარ ღმერთიო. აი ეს იყო ადამიანის კრედო, ეს სულისკვეთება გავრცელდა განსაკუთრებით მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეებში და პიკს მან მე-21 საუკუნეში მიაღწია. მე-20 საუკუნის დიდი ღვთისმეტყველი იუსტინე პოპოვიჩი ასეთ ამას ამბობს, რომ ევროპელმა ადამიანმა საკუთარი თავი ღმერთად გამოაცხადა. და თუ ცხადად არ ჩანს, როგორ განუზომლად უყვარს მას ღმერთივი ცხოვრება, თავისი ღვთაებრიობა, თავისი ღმერთობა, რომ დაემტკიცებინა ევროპელმა ადამიანმა ისიც კი გამოაცხადა, რომ არ არსებობს იმ ქვეყნიური ცხოვრება და მაშასადამე არც ღმერთი არსებობს. და აი ამ განცხადებებს თანამედროვე ადამიანი მეტწილად ფილოსოფიის, ცრუ რელიგიების, ცრუ მეცნიერების და ცრუ იდეოლოგიების მეოხებით ანხორციელებდა და ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ ეს ჰუმანიზმი, რომელმაც შემდეგში, რა თქმა უნდა, ის ევოლუციური მოვლენა მას აქვს განვითარების სხვადასხვა სახეები, შეიძლება ჩამოვთვალოთ რამოდენიმე მათგანი, მაგალითად რომანტიზმი,
რომელიც ძირითადად ელიტური არისტოკრატიული ეთიკის მიმდევართა შეხედულება და მსოფლმხედვა გახდათ, ეს იყო რაინდული სიყვარულის რაღაც ფენომენი, რომელიც თითქოს და არ ებრძოდა რელიგიას, მაგრამ სინამდვილეში მასშიც იყო ასევე გაკერპებული ადამიანის ფენომენი და დაკარგული იყო საერთოდ რელიგიისადმი ყოველგვარი ჭეშმარიტი განცდა, ჭეშმარიტი ორიენტირები, ფასეულობები. შემდეგ იგივე სულისკვეთების მსოფლმხედველობა და მოვლენა გახლავთ რაციონალიზმი. აი ამ რაციონალიზმმა, ამ მოვლენამ მთლიანად გააკერპა უკვე ადამიანის ინტელექტი. რელიგია ვეღარ ჩდებოდა უკვე ამ ლოგიკის ფარგლებში და ამდენად ის უკვე ეს მსოფლმხედველობა რაციონალური მიდგომა უკვე პირდაპირ აჯანყებული იყო კიდეც რელიგიისა და სულიერების წინააღმდეგ. იმიტომ რომ ლოგიკა უკვე მიჩნეულია უნივერსალურ ინსტრუმენტად, რომელიც ყველა კარს აღებს და ამ დროს რელიგია კი თავისი შეხედულებებით, რა თქმა უნდა, არ ექვემდებარება ხშირ შემთხვევაში ლოგიკურ შეხედულებებს და აი ესეთი თითქოს და უტყუარი ჭეშმარიტებების ფონზე, რომ ეს ფაქტები, ანუ ლოგიკური დასკვნები, ანუ მეცნიერული სიახლეები, რომელიც გამოცხადებული იყო უტყუარ ჭეშმარიტებად, პირდაპირ ანგრევდა რელიგიურ ცნობიერებებს და ეს შეხედულებები გავრცელდა როგორც რელიგიურ სფეროში, ისე კულტურულ სფეროში, ისევე სხვადასხვა მსოფლმხედველობებში და აი ამ რაციონალიზმმა მოიცვა მთლიანად ადამიანის გონება. შემდეგში, რა თქმა უნდა, ის კიდევ უფრო განვითარდებოდა და მთლიანად უგულებელყოფდა სულიერ ხედვებს, რომელიც ჰქონდა ადამიანს და აი ესეთი გაკერპებული გონების ფენომენმა შემდეგ წარმოშვა აი თითქოს და მეცნიერულ საფუძვლებზე ისეთი საშინელი იდეოლოგიები, რასაც ქვია ათეიზმი, მატერიალიზმი, რომელმაც ასევე წარმოშვა უდიდესი მონსტრები, სულიერი იდეოლოგიები, როგორებიც იყო დარვინიზმი და მარქსიზმი და დასრულდა ალბათ იმ ნიჰილისტური გრევით, რომელს შესახებაც ვრცლად საუბრობენ ბოლო დროის წმინდა მამები. ამჯერად ჩვენ ყურადღება შევაჩეროთ დარვინიზმზე. ეს მეცნიერება, თუ შეიძლება მას ეწოდოს მეცნიერება, რომელიც ჩარლზ დარვინმა თავისი იდეით დააარსა და მას მიცა ესეთი მეცნიერული სახე, თავის თავში გულისხმობდა იმას, რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისაგან, რომ კაცობრიობა მთლიანად ევოლუციას ექვემდებარება, რომ არსებობენ ბუნებაში განუწყვეტელი შერჩევა მიმდინარეობს, რომ არსებობისათვის ბრძოლაში უფრო ძლიერი ორგანიზმები ახერხებენ გადარჩენას, ხოლო გარემოსთან ნაკლებად შემგუებლები იღუპებიან. აი ესეთი იყო მისი ერთ-ერთი ძირითადი ხედვა. ადამიანის შესახებ ის ფიქრობდა, რომ ადამიანი წარმოიშვა სწორედ აი ასეთი ევოლუციის მეშვეობით, მაგრამ ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ, ჩვენ ვიცით ამის შესახებ, რომ მათი მეცნიერული კვლევები, გამოკვლევები, არქეოლოგიური, რომლებიც თითქოს და გარდამავალი ჯიშების ძიებაში არაერთი მეცნიერული დასაბუთება ჰქონდათ მათ, აღმოჩნდა და უფრო მოგვიანებით წლებში აღმოჩნდა ხოლმე, რომ ეს იყო უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანის ძვლები, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ამ გარდამავალ ჯიშებთან, ეგრეთ წოდებულ ნეანდერტალური ჯიშების წარმომავლობასთან, შესაბამისად, აი ესეთი ვითომ და მეცნიერული კვლევები და მტკიცებულებები შემდეგ საზოგადოებაში უკვე მეცნიერებში განსაკუთრებით ღიმილს აძრავდა, ვინაიდან ნამდვილად არ შეიძლება ადამიანი გაჩენილიყო მაიმუნზე, ეს არის აბსურდი და ეს არის უდიდესი უმეცრება, როგორც რელიგიური საკითხებში, ასევე მთლიანობაში ადამიანის არამეცნიერულ შეხედულებაზე მეტყველებს და როგორც გითხარით, ეს არასერიოზული დამოკიდებული, რა თქმა უნდა, დასამარებული იქნა მე-20 საუკუნეში, ვინაიდან ყველასათვის ცნობილი იყო და განსაკუთრებით ჭეშმარიტი მეცნიერები ყოველთვის ამბობდნენ იმას, რომ ადამიანი წარმოიშვა ღვთისაგან და არა ბანჯგვლიანი, კუდიანი, ოთხფეხა მაიმუნისაგან, რომელსაც ესე დაჟინებით ამტკიცებდა თითქოს და დარვინი. მაგრამ ჩვენთვის უფრო საინტერესო ამ საკითხთან საუბრაში გახლავთ ის, რომ დარვინის თეორიაზე დაყრდნობით ტერმინი ევოლუციას მიეცა უფრო ფართო გასახანი და პირველი ამისი
ესეთი იდეოლოგი, რომელმაც ევოლუციური იდეა დარვინისა გამოიყენა ადამიანის რიცხობრივი შეფასების დროს, გახდათ მისი ბიძაშვილი გალტონი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მიიჩნია, რომ ადამიანის ინტელექტს იმთავითვე განსაზღვრავდა რასობრივი წარმომავლობა, მემკვიდრეობა და სწორედ შესაბამისად შეიძლებოდა თითქოს და ერის ინტელექტის და გაუკეთესება დახვეწა, ეს კი უნდა მოხდარიყო სწორედ ესეთი კლასობრივი გამოხშირვის შედეგად და უფრო ელიტური, უფრო დახვეწილი ჯიშების გამოყვანით უნდა შექმნილიყო ეგრეთ წოდებული ზერასა, რომლის იდეა სწორედ გახლავთ ის, რომ ადამიანი გახდეს ყოველივეს კულტი, ადამიანი გახდეს ყოველივეს საზომი და აი ამისი საფუძვლები, როგორც ხედავთ, ჰუმანიზმიდან გადავინაცვლეთ ჩვენ დარვინიზმისაკენ და აქაც იგივე სულისკვეთებას ვხედავთ, რომ ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, არა ღმერთია, რომელიც მათთვის არ არსებობს და არამედ მხოლოდ ადამიანი და აი ამ ადამიანის დახვეწის, ეგრეთ წოდებული დახვეწის პროცესი დაისახეს მათ მიზნად და ცდილობდნენ ამ იდეოლოგიის განვითარებას. ცნობილია ამ ევოლუციის თეორიას მხარი დაუჭირა გერმანელმა რეიხმა, გულისხმობთ ჰიტლერმა თავის წიგნში ჩემი ბრძოლა ჰიტლერი ამბობს, რომ რასის ყველა დამბიძურებელი უნდა განადგურდეს და ამიტომ მან შემოიღო კანონმდებლობა ესეთი, რომლის თანახმადაც სტერილიზაციას მიეცა მთლიანად ქალები, ვინც ითვლებოდა არასრულფასოვნად ჯიშებად, ხოლო ესეთები მათი აზრით იყო თითქმის 50% მოსახლეობისა და ესეთი იდეოლოგი აი ამ სქესობრივი სიმახინჯისა გახდათ ერთ-ერთი მარგარეტ ზანგერი, რომელიც ასევე იყო მხარდაჭერილი ჰიტლერის მიერ და მის გამოკვლევებში ესეთი რამე წერია, რომ გამოკლებულ მამაკაცთა 59%-ს ინტელექტი 12 წლის ბავშვის დონეზეაო. ანუ ისინი გონება სუსტნი არიანო. შესაბამისად, მათი იდეა იყო, რომ ეს გონება სუსტი ადამიანები, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ, უნდა განადგურებულიყო, არ უნდა წარმოშობილიყო, ხოლო უფრო ინტელექტუალური და კარგი ჯიშებისაგან უნდა შექმნილიყო თითქოს და ჭეშმარიტად იდეალური ადამიანი, რომელიც დაეფუძნებოდა ამ ქვეყანაზე, რომელიც მარად იქნებოდა და მოიწყობდა აქ სასუფეველს. აი ესეთი გენიოსთა რასის შექმნის იდეა ფაქტობრივად ჩვენ ჰიტლერის შემდეგაც ხედავთ, რომ საკმაოდ ვრცლად და არის რეკლამირებული მთლიანად საზოგადოებაში სხვადასხვა შეხედულებებიდან გამომდინარე ჩვენ ხედავთ, რომ მთლიანად ადამიანი უგულებელ ყოფს ღვთაებრივ ძალების არსებობას და გადადის ადამიანის პირდაპირ ღმერთებაზე. და ესეთი შეხედულებები არსებობს, რომ ეს ათეიზმი აუცილებლად ათეისტური შეხედულებები, რომელიც დარვინიზმმა განსაკუთრებულად ჩამოაყალიბა და მას პირდაპირ მეცნიერული სახე მისცა და სინამდვილეში ჩვენ გვქონდა საქმე არა მეცნიერებასთან, არამედ სიმახინჯესთან, რომელიც აყალიბებდა უკვე გაკერპებულ ზე ადამიანს, სინამდვილეში ესე გამოვიდა, ხოლო დანარჩენები უნდა განადგურებულიყო. დაიწყო დარვინმა თითქოს და მაიმუნით, მაგრამ დაამთავრა სუპერადამიანით და ეს არის სწორედ ის მსოფლმხედველური ნიშანთვისება აი ამ შეხედულებისა, რისი თქმაც ჩვენ გვსურს, იმიტომ რომ ეს კვალი აი ასეთი მეცნიერებებისა, ცრუ მეცნიერებებისა დღესაც მყარადებს საზოგადოებაში და დღესაც ხშირ შემთხვევაში საუბრობენ ამ თემებზე, ხშირ შემთხვევაში ხედავთ, რომ უამრავი უმაღლესი სასწავლებელიც ასწავლის დარვინიზმს და ამაში ვერ ხედავენ ვერანაირ წინააღმდეგობას ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან და სწავლებასთან. ამის შესახებ არაერთ სტუდენტს უთქვია ჩვენთვის. ამიტომ ეს სულისკვეთება არ დასრულებულა იქ, სადაც დასრულდა დარვინიზმი, არამედ მან ფართო გასაქანი პოვა საზოგადოებაში და ეს როგორც წესი უფრო ევოლუციის სახით, ანუ ადამიანის ევოლუციის პროგრესის სახით წარმოჩინდა და რომლის შემდეგი ესეთი წარმომადგენელი გახდათ მარქსიზმი, რომელიც პირდაპირ ეფუძნებოდა აი ამ ცდარ შეხედულებას,
რასაც ქვია ევოლუცია, მარქსის იდეოლოგიას დარვინის სამ თეზამ შეაცხა ფრთები, ეს არის ევოლუცია, ბრძოლა არსებობისათვის და გაიმარჯვოს უძლიერესმა. სწორედ აი ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდა მარქსი და ის ამბობდა, რომ მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, ადამიანის ზნეობრივი განვითარება, სწორად ადამიანის ზნეობრივი განვითარება დამოკიდებულია პირდაპირ ტექნიკურ პროგრესზე. ანუ ის უარყოფს მთლიანად ზნეობრივ მხარეს, როგორც ჭეშმარიტებისა, რომ ადამიანი თავისი არში შექმნილია ღვთისაგან და მას ეს პოტენციალი შინაგანად უდევს და სულიერი წარმატების შედეგად შეიძლება მან მოიპოვოს ეს სულიერი სრულყოფილება, მაგრამ მარქსი სხვაგვარად მიიჩნევს, ანუ სწორედ ტექნიკური პროგრესის შედეგად ფიქრობს ის, რომ ადამიანი განვითარდება და მიაღწევს იმ ზნეობრივ სრულყოფილებას, რომელიც ესე ეწინააღმდეგება პირდაპირ ვთქვათ, წმინდა წერილის სწავლებას. კიდევ უფრო საშიშია თეზა, რომელიც მარქსიზმმა დარვინიზმსაგან შეესრულა, ეს არის ბრძოლა არსებობისათვის. აი ამ კლასობრივი ბრძოლის სანიმუშო მაგალითი ჩვენ გვიჩვენა კომუნისტურმა წყობამ, როდესაც დაიწყო პირდაპირ ლენინმა აი ამ ძალადობის დემონსტრირება, მაგრამ მთლიანობაში ჩვენი სათქმელი აქ მოკლედ ვამბობთ ამის შესახებ არის ის, რომ ფაქტობრივად მარქსიზმმა, როგორც მანამდე დარვინიზმმა და სხვა ჰუმანიზმმა, მარქსიზმმაც ასევე შექმნა ანტიპოდი ეკლესიისა, ანტიპოდი რელიგიისა და მესიის როლს აქ შეიძლება თვითონ მარქსი ასრულებდეს, ბიბლიის ეგრეთ წოდებული მისი კაპიტალი, წიგნი და წინასწარმეტყველისა მარქსისტები, რომლებიც იმ პერიოდისათვის უხვად მოეფინენ კაცობრიობას და თავის აი ამ საშინელ სატანურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ და ხორჩესხმაც კი მოახერხეს ამისი კომუნიზმის სახით და ჩვენ ვიტყოდით, რომ არა მხოლოდ კომუნიზმის, არამედ ფაშიზმის სახითაც, ანუ ძალადობრივი ინსტიტუტების არსებობა და იდეოლოგიური მხარდაჭერა სწორედ ამ მარქსისტულ იდეოლოგიაში პოვეს მათ, ხოლო მარქსმა თავის მხრივ იმ ევოლუციაში, რომელიც დარვინმა წარმოშვა, ხოლო დარვინმა კიდე თავისი სულიერი წყარო აი ამ ჰუმანური იდეებისაგან შეისრულა, რომელიც უარყოფდა ღვთისრწმენას და აკერპებდა ადამიანს. ამდენად ეს საფეხურებრივი ეგრეთ წოდებული პროგრესი, რომელსაც კაცობრიობა ამ ბოლო საუკუნეების განმავლობაში განიცდის, სინამდვილეში გახლავთ რეგრესი კაცობრიობისა, ხდება სულიერი დეგრადირება კაცობრიობისა. ადამიანი ნელ-ნელა კარგავს თავის ძირითად ფასეულობებს და ემსგავსება უკვე ღებულობს ეშმაკისეულ თვისებებს. იმიტომ რომ აი ამ ეტაპებმა, რომელიც ჩვენ უკვე მოკლედ განვიხილეთ, კარგად წარმოაჩინა ეს სულიერი სცენი, რასაც ქვია ადამიანის გაღმერთება და რასაც ქვია სრული იგნორირება ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და შემდეგ საფეხურზე უკვე საუბარი იქნება მთლიანად რელიგიის დისკრედიტაციაზე, მთლიანად ღვთის წინააღმდეგ გალაშქრებაზე და ამისი კაფეო წარმომადგენელი იდეოლოგიის სახით გახდათ ნიჰილიზმი, ხოლო მისი ესეთი გულწრფელი აღმსარებელი გახლავთ ფრიდრიხ ნიცშე, რომელმაც პირდაპირ გაილაშქრა ღვთის წინააღმდეგ, მან ესეთი სიტყვებიც კი თქვა, რომ ღმერთი მოგდაო. რა არის ახლა ნიჰილიზმი, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის რწმენა იმისა, რომ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ არ არსებობს წმინდა ეკლესია, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი ორიენტირები და ყველაფერი აბსტრაქტულია, ყველაფერი ზოგადია, რომ ადამიანი არის დამოუკიდებელი არსება, რომელსაც არ ჭირდება ღმერთი თავის ცხოვრებაში, რომ მას შეუძლია თავისი ცხოვრების წარმართვა და ნამდვილად დოსტოევსკის არ იყოს, თუ ღმერთი არ არსებობს, ყოველივე ესე იგი ნებადართულია. ანუ ყველა ცოდვასა და ნებას ეძლევა უკვე სრული გასაქანი და სწორედ ეს გახლავთ ეს 21 საუკუნის ძირითადი დოქტრინა, როდესაც თავისუფლების ნიღაბ ქვეშ იმალება უდიდესი საშინელება, რასაც ქვია
უღმერთო ცხოვრება და აი ამ უღმერთო ცხოვრება არა აქვს დასასრული, ის ვითარდება და ამ განვითარებას აქვს პათოლოგიური შედეგები, ვინაიდაც თუ ადამიანში მოკვდა ღვთისმსმენა, როგორც ამას ამბობდა ნიცშე, შესაბამისად არა ღმერთი მოკვდა, არამედ ადამიანში მოკვდა ეს ფასეულობები, შესაბამისად იქ უკვე ამ ადგილს იკავებს ისეთი ბოროტი ძალები, რასაც ქვია ეს იდეოლოგიები, რომლებიც იმყარებენ ადამიანის გულში ადგილს და შემდეგ უკვე იწყებენ იქიდან ბრძოლას ჯერ პირველ რიგში საკუთარი თავის წინააღმდეგ, შემდეგ საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც ამბობს, რომ სურს მას ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა და სწორედ აი ესეთი საზოგადოება, რომელიც ცდილობს ჭეშმარიტი ფასეულების მატარებელი იყოს, ხდება მისი, რა თქმა უნდა, დისკრედიტაცია, დევნა, შეურაცხყოფა და აი ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ნიჰილიზმისა, რომ უპირველეს ყოვლისა ის ძველი ტრადიციის, ძველი წესგანგებების მატარებელი ადამიანების განადგურება დაისახეს მიზნად. ეს დოქტრინა მათ შეიძლება ითქვას კარგად ჭყალებში შეასრულეს მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მთლიანად იქნა განადგურებული საზოგადოების საუკეთესო ფენები, როდესაც აი ამ ტრადიციულ ადამიანს, რომელიც ამბობდა, რომ მისთვის თავარია ტრადიციული შეხედულებები, ფასეულობები და არა ის პროგრესი, რომელსაც თავაზობს დღეს თანამედროვე საზოგადოებას ეს იდეოლოგიები, ასეთი ადამიანები იქნენ მთლიანად განადგურებულნი, ეს რეპრესიების მეშვეობით ხორციელდებოდა და შემდეგ მან კიდევ უფრო საშინელი სახე მიიღო და ამიტომ ჩვენი სათქმელი გახლავთ ის, რომ თუ ადამიანი ვერ გაიაზრებს იმას, რომ რა არის მისთვის ჭეშმარიტება, რა არის დედა ეკლესია, როგორ ფასეულობების მატარებელი უნდა იყოს ის, რა დევს ადამიანში და რას უნდა ებრძოლოს ადამიანმა საკუთარ თავში, მაშინ აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ თუ ღმერთი არ არსებობს და თუ ღმერთი არ არსებობს, ესე იგი მის ადგილს ვიკავებ მე, ადამიანი და აი ამ ადამიანის აი ესეთ საშინელ ფასეულობას ისინი ეძახიან პროგრესს, ეძახიან ევოლუციის შედეგებს და ხდება ამ რევოლუციების მეშვეობით სწორედ იმ ტრადიციის აშკარა გრევა, რომელიც იყო ძირითადად დაფუძნებული სწორედ აი ამ მართლმორწმუნე მსოფლმხედველობაზე. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მომენტი, რომ განადგურება ძველი წესრიგისა იყოს მათი მთავარი მიზანი. მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ამის შემდეგ ძველი წესრიგის ნგრევის შემდეგ უნდა ჩამოყალიბებული იყო ახალი ტიპის ადამიანი. სწორედ ეს არის მთავარი ამოცანა და შემდეგ ამ ამოცანას კიდევ აქვს განვითარება, რომ ახალი ტიპის ადამიანიდან უნდა შექმნილიყო ზე ადამიანი, ანუ სუპერმენი ჩვენი გაგებით, რომელიც იქნებოდა უკვე მთლიანად უღმერთო მონსტრი, ასე ვთქვათ, რომელშიც არ იქნებოდა არავნაირი ჭეშმარიტი ფასეულობები, აი ესეთნაირად აყალიბებს მას მონაზონი სერაფიმე როუზი, რომ ეს არის თავისუფალი მოაზროვნე ადამიანი იქნებოდა, სკეპტიკოსი, ვინც გულგრილია ჭეშმარიტებისათვის, გახსნილი ნებისმიერი ახალი ინტელექტუალური მოდისათვის, იგი მზად არის ყოველგვარი სიახლის მისაღებად დროის ადამიანი, სინდისის, ღირსების და ყველანაირი სულიერი ფასეულობების მოკრებული ადამიანი, მასში წაშლილია, წარხოცილია ის ჭეშმარიტი ორიენტირები, რომელსაც ვისაუბრეთ ჩვენ დღეს და ბატონობს სურვილი, რომ დაეუფლოს ყველაფერს, რაც სამყაროშია, მას ზაქს ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც აკისრებს დედა ეკლესია მორჩილების გზით ადამიანს, რადგან საკუთარი თავისთვის თვითონაა ერთადერთი ღმერთი. სწორედ ეს არის ტიპი ადამიანისა, რომლის ჩამოყალიბებისათვის იბრძოდა ნიცშეც, მარქსიც, დარვინიც და ლენინიც და სხვებიც. ანუ ჩვენ გვინდა იმის თქმა, რომ ამ ძველი წესრიგის ნგრევის შემდეგ უკვე ახალ ეტაპზე გადადიან და ეს ეტაპი სწორედ ძალადობის მეშვეობით იქნა განხორციელებული. პირდაპირ ჩვენ ამის მითითებებს ვხედავთ როგორც მარქსისტურ ენგელსის
შეხედულებებში ასევე ლენინთან, რომელიც პირდაპირ ბრძანებდა, რომ დამოტივირეთო, რომ აუცილებელია ტერორიო. რომ აი ამ ტერორის შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო ის ახალი ადამიანი, რომელსაც აყალიბებდა ცალკე ლენინი, ცალკე ზე ადამიანს აყალიბებდა იქეთ ჰიტლერი და აი ამ ორი თითქოს და განსხვავებული შეხედულებების კომუნიზმისა და ნაციზმისა, თითქოს და განსხვავებული შეხედულებებში ვხედავთ ერთი და იგივე წყაროს მოქმედებისა, რომელიც აბსოლუტურად ანგრევს შინაგან სამყაროს. და ეს რევოლუცია, რომლის შესახებაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ გაჩერდება შუაგზაზე. მისი საბოლოო მიზანი გახლავთ სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ამიტომ ერთი უდიდესი ფილოსოფოსის არ იყოს, რომელიც ამბობდა ასეთ რამეს, რომ რევოლუციას აქვსო სიგზე, სიგანე, მაგრამ არ გააჩნია მთავარიო, სიღრმეო. ანუ რევოლუცია არის ისეთი მოვლენა, რომელიც ფართო მასებში პროგრესის სახით ვლინდება, მაგრამ მისი პროგრესი, მისი ევოლუცია არის პირდაპირ სამარე, იმიტომ რომ მთავარი მას არ გააჩნია. ეს მთავარი კი არის სული, ეს მთავარი არის ის ჭეშმარიტი ფასეულობები, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის ის. ამიტომ რევოლუციის რაც არ უნდა სხვადასხვა სახე და ფორმა მიიღოს მან, მისი მთავარი როლი კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის რჩება ერთი და იგივე. ის არის პირდაპირ გალაშქრება ძველი ტრადიციის წინააღმდეგ და პირდაპირ გალაშქრება ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აი ამ ოცნებას, დავარქვათ მას რელიგიური ოცნება, არასდროს არ განშორებია ისინი, უბრალოდ ყოველთვის ეძებდნენ თავის დროს, რათა საბოლოო ჯამში მოეპოვებინათ ის თავარი ნანატრი ფასეულობა, რასაც ქვია გაღმერთებული ადამიანი. კიდევ ერთი მძლავრი იდეოლოგია, რომელიც უკვე მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა, გახლავთ გლობალიზმი. ჩვენ ხედავთ, რომ მე-20 საუკუნემ უკვე ფაქტიურად წარმოგვიჩინა ჩვენ აი ეს ფესვებ მოკლებული ადამიანი, ტრადიციას მოკლებული ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობდით, აი ეს გააკეთა ორმა რევოლუციამ და კიდევ ორმა მსოფლიომმა, რომლებმაც მთლიანად ამოხოცეს ის ძველი ფასეულობების მქონე ადამიანი, შეეცადნენ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას, რომ ჩამოყალიბებულიყო ახალი სოფლიო, ახალი წესრიგი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ განუხორციელებელი ოცნება რჩება მაგათთვის, ამიტომ შემოდის ძალაში ახალი იდეოლოგია, რასაც ქვია გლობალიზმი. ეს პროცესი, რასაც ქვია გლობალიზმი, მეტად რთული მოვლენა გახლავთ, მას სხვადასხვა ინტერპრეტაცია ეძლევა სამყაროში, მას მიიჩნევენ, რომ ის არის პირდაპირ, ვთქვათ, რომ თითქოს და აი ესეთი საზოგადოების ქრისტიანული, ეკონომიკური, რელიგიური ფასეულობების რაღაც ერთობლიობა, რომელშიც თითქოს და არაფერი ცუდი არ ხდება, მაგრამ სინამდვილეში იქ არის მთავარი რამ ნათქვამი, რასაც სინამდვილეში, რასაც წარმოადგენს გლობალიზმი, ეს გახლავთ ის უდიდესი გლობალური პროექტი, რომელსაც თავისი იდეოლოგია, მიზნები და საიდუმლო გეგმებიც გააჩნია. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ეს არ არის უბრალო პროცესი, თითქოს და ერთიანდება ეკონომიკურად და ინფორმაციულად სამყარო, არამედ ეს არის ჩამოყალიბება ახალი მსოფლიო წესრიგისა, რომლის თანახმადაც საზოგადოებაში აღარ უნდა იყოს საუბარი ტრადიციულ, კულტურულ და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რელიგიურ ჭეშმარიტებაზე, რომ ყველა ჭეშმარიტება აბსტრაქტულია, რომ ყველა ჭეშმარიტებას უნდა ქონდეს ევოლუციური განვითარება და ის მარად უნდა იცვლებოდეს, სწორედ აი ესეთი ფასეულობების დამკვიდრება და მხოლოდ ადამიანით და არა ღმერთით უნდა მომხდარიყო მთლიანად კაცობრიობის წარმართვა, მისი შეხედულებების დამკვიდრება. სწორედ ამას გლობალიზმი აკეთებდა პირველ რიგში იმით, რომ აკეთებს უпростоრად და ცდილობს იმის გაკეთებას, რომ ყოველმა რელიგიამ უარი თქვას მოსაზრებაზე, რომ მხოლოდ ის ფლობს ჭეშმარიტებას და სანამ ყველა რელიგია არ დათანხმდება შექმნას ერთიანი ზერელიგია, მანამდე ესე იგი ეს მიზანი მათი იქნება შეუსრულებელი.
და ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ხედავთ თვალნათლივ დღეს, რომ რაც წარმოუდგენელი იყო ადრე საუკუნეებში, რომ ქრისტიანები, იუდეველები, მუსლიმანები, წარმართები ერთად ლოცულობენ საყოველთაო მშვიდობისათვის. მონაწილეობენ რაღაც რელიგიათა შორის დიალოგებში და აცხადებენ, რომ ყველას განსაკუთრებით მონოთეისტურ რელიგიებს საერთო ღმერთი ყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ მოვლენას შიდა კონფესიური სახით ეკუმენიზმი ქვია, როდესაც ქრისტიანულ კონფესიებს ვეხებით, ხოლო როდესაც გადავდივართ სხვა რელიგიების ერთობაზეც ქრისტიანობასთან პანეკუმენიზმის სახელწოდება გააჩნია, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ყოველად მიუღებელი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის და ეს არის ძირითადი კრედო იმ გლობალიზმისა, რომელიც აყალიბებს ახალ მსოფლიო რელიგიას, ახალ მსოფლიო წესრიგს და ახალ ეპოქის ქრისტეს. მოდი ესეც ვთქვათ, ვინაიდან ამ ევოლუციის, რომელიც დარვინმა დაიწყო და განვითარდა და დღესაც ამ ევოლუციაზე საუბრობენ რელიგიური თვალსაზრისით, ქრისტეც თავისი სწავლებით უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ევოლუციური და მათთვის უფრო წარმოსადგენია არა ისეთი ქრისტე, როგორც მოვიდა და რომელსაც ქადაგებს მართლმადიდებელი სარწმუნოება, არამედ უფრო ზე ქრისტე, რომელიც უკვე არა მხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ მთლიანად ამ რელიგიების კონსენსუსზე ისაუბრებს, რომელიც იტყვის, რომ ერთადერთი რაც არის მთავარი, ეს არის ერთობა და აღარავით არის დოგმატური შეხედულებები, აღარავით არის თვით რელიგიური სწავლება, მისაღები უკვე აღარ ხდება. აი ეს არის საბოლოო მიზანი, რომლისთვისაც იბრძვის ეს დაცემული კაცობრიობა და რომელიც დააგვირგვინებს იმით, რომ შექმნიან ახალ მსოფლიოს, რომელსაც ექნება ერთიანი რელიგიური თუ სხვა კულტურული დაღი. აი ეს არის მთავარი ჩვენი სათქმელი. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ მართლმადიდებლობაზე და აი ამ გლობალიზაციაზე, ჩვენ ეს განსხვავება უნდა დავინახოთ, რა ფასეულობებს ფლობს ის და ვითომ და სიყვარულის, ერთობის და მშვიდობის დევიზით მოსული გლობალიზმი თუ რას თავაზობს. შეგვიძლია მცირე შედარება გავაკეთოთ ამისა, მაგალითად, მართლმადიდებელი ქრისტიანები ვამბობთ, რომ ადამიანი ყველანაირი საშუალებით უნდა განერიდოს ცოდვას, ჩვენი ოპონენტები კი პირიქით ამბობენ, რომ ებრძვიან ყოველგვარ აკრძალვას და შეზღუდვას, რომელსაც თავაზობს ეკლესია და იცხოვრე ისე, როგორც შენ გსურს. ქრისტიანები მაგალითად კიდე ვამბობთ, რომ ყველა ადამიანს თავის ძმად და მოყვასად მიაჩნია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კი არსებობს და ყველა მტერიც კი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ გლობალისტისთვის ესე არ არის. ის კაცობრიობას ყოფს თავისიანებად და ასევე სხვა ადამიანებად, რომელსაც არაფერი საერთო მათ საიდუმლო გეგმებთან არ გააჩნიათ. ჩვენ მაგალითად დარწმუნებული ვართ, რომ ჭეშმარიტი რწმენისათვის თავდაუზოგავი ბრძოლა საჭირო. გლობალისტისთვის კი ამგვარი თავდადება არაფერს ნიშნავს. ქრისტიანისთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესია მოკვდეს, ვიდრე უცხო სარწმუნოებას ეზიაროს. გლობალისტი კი რას ამბობს? ამ მსოფლიო ცხოვრება ყველაზე ძვირფასია და მის მიღმა არაფერი არ არის შესაბამისად ჭეშმარიტებისათვის ბრძოლა და მით უმეტეს მისთვის თავდადება აბსოლუტურად გაუგებარი ფენომენია, რომელსაც ის ყოველთვის შეეწინააღმდეგება და ამიტომ არის, რომ დღევანდელი კაცობრიობა მთლიანობაში ეს ამ მსოფლიური სულისკვეთება რადიკალურად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მსოფლხედვას და ამან მოიტანა ის უდიდესი უბედურებები, რომელსაც უკვე ფართო გასაქანი მიეცა 21 საუკუნეში, როდესაც ჭეშმარიტება უკიდურესად შეფხალული და შეურაცხყოფილია და ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს, ხდება გარკვეული მართალია არა პირდაპირ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ქვეცნობიერი ზე წოლის ქვეშ და დევნის ქვეშ და ეს არის მთავარი კრედო მათი, რომ შეურაცხონ პირდაპირ ჭეშმარიტი რწმენის მატარებელი ადამიანები, უკიდურესად შეამცირონ მათი რიცხვი და გააბატონონ ეს ეგრეთ წოდებული სუპერმენები, ის ცრუ რელიგიები, ცრუ იდეოლოგიები, ცრუ მხსნელები, იდეები, რომლებიც ასე მოიცვა მთლიანად
ჩვენი კაცობრიობა და მთლიანად ეს პროცესები ვითარდება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ეხლა კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ როგორ გამოვლინდა ამ იდეოლოგიების ნეგატიური მხარე ჩვენს სულისკვეთებაზე, ადამიანებზე. რა ხდება დღეს ინფორმაციის მასობრივი საშუალებები, როგორ ახერხებენ აი ამ იდეოლოგიების შემოწმება, როგორ ახერხებენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ უნდა გაბატონდეს იცხოვროს ზე ადამიანმა, რომ უნდა წაიშალოს ძველი ფასეულობები, რომ უნდა იყოს ერთიანი ხედვა მთელ მსოფლიოში, რომ არ უნდა იყოს არანაირი განსხვავება ტრადიციულ კულტურულ ფასეულობებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას აყალიბებენ ჯერ კიდევ იწყება ბავშვობიდან ამის პროპაგანდა. დააკვირდით მულტიპლიკაციურ ფილმებს, რომლებსაც უყურებს ჩვენი ბავშვები და დაინახავთ, რომ აი ამ ზე ადამიანის ჩამოყალიბებული ფენომენი და ამის შეგნების დამკვიდრება ხდება ბავშვობიდან, ბავშვებშივე. აი ნახეთ მათი სუპერმენები, დამხსნელები, რომლებსაც უყურებენ ეს ჩვენი ბავშვები, ეგრეთ წოდებული ბეტმენები, სპაიდერმენები და ოპტიმუს პრაიმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორი ფენომენია ეს? ხშირ შემთხვევაში ესენი არ გავენ ადამიანებს, ხო? რაღაც სხვა უშნო მახინჯი ფორმები, თითქოს და კოსმოსური ძალებით აღჭურვილები, თითქოს და ზეადამიანები, რომლებიც დაფრინავენ, რომლებსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ამავე დროს დიდი ჯადოქრებიც, მაგრამ ეს არ ითვლება მათი მხრიდან ბოროტებად, მაგრამ სინამდვილეში ბოროტებასაც ებრძვიან არანაკლები ბოროტები თავად არიან. ამის ვხედავთ ჩვენ და ამისი პირდაპირი რეკლამირება და შეგნება მკვიდრდება ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს ბავშვების ცნობიერებაში. ეს ხერხდება ასევე მხატვრული ფილმების მეშვეობით. ხედავთ ჩვენ, რომ ჰოლივუდური ფილმები პირდაპირ არის აი ამ სუპერმენების მანია, როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია უზარმაზარი არმია ჯარის გაანადგუროს და ეს ადამიანი შეიძლება იყოს არც თუ ისე დადებითი პიროვნება და შეიძლება იყოს ან საკმაოდ დიდი ბოროტების მატარებელი და კრიმინალი და ასევე სხვა ცოდვების მატარებელი ადამიანი, მაგრამ წარმოჩენილი საზოგადოებაში როგორც დადებითი პერსონაჟი, რომელსაც უნდა მიბაძოს კაცობრიობამ. ესეც ერთგვარი აი ესეთი სუპერმენიზაცია საზოგადოებისა ხდება მათი მეშვეობით და უნდა გითხრათ, რომ ეს თამაში არ თავდება მხოლოდ კინოფილმებით და მულტფილმებით. ანუ რეალურადაც ცხოვრებაშიც ეს ადამიანები იწყებენ ამ ვარსკვლავომანიას და ეს ვარსკვლავომანია დღესაც ჩვენ საზოგადოებაშიც უკვე ფართო მოიკიდა ფეხი და მართლა ვარსკვლავები გონიათ თავისი თავი და სინამდვილეში რა ხდება, რომ ადამიანი კიდევ უფრო შორდება იმ ჭეშმარიტ ფასეულობას, რასაც ქვია თამდაბლობა, მორჩილება დედა ეკლესიის სწავლებისა, სიყვარული მოყვასისა, ის ხდება ეგოცენტრი თავისი შეხედულებებისა, მის გარდა ის ვერავის ვერ ხედავს, ის არის პირდაპირ გაღმერთებული ადამიანი, რომელზეც ვისაუბრეთ ჩვენ დღეს და ამისი კარგი ნიმუში არის აი მაგალითად ჯონ ლენონის სიტყვები, როდესაც ის ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ და თავისი ესეთი ალბომის ეშმაკის თეთრი ალბომი ქვია იმ ალბომს პირდაპირ განაცხადა, რომ ქრისტიანობა გადაშენდება და რომ იგი და მისი შეხედულებები უფრო პოპულარულია ვიდრე ქრისტე. და მე კიდევ არ ვიციო, ვინ უფრო ადრე წავაო ქრისტიანობა თუ როკ-ენ-როლიო. ნუ შემდეგ რა თქმა უნდა ამბობენ, რომ ლენონმა შეინანა, ბოდიში მოიხადა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ თითო ფაქტზე. და ეს ფაქტი კი ასახავს იმას, რომ აი ეს ადამიანები პირდაპირ იბრძოდნენ ეკლესიის ქრისტეს წინააღმდეგ და მათ სწორედ ეს ჰქონდათ მიზანი, ეშმაკისეული მიზანი, რომ მთლიანად ჩაეკლათ რელიგიური ცნობიერება საზოგადოებაში და წარმოეჩინათ ახალი ტიპის ადამიანი, რომელიც იქნებოდა სუპერმენი, რომელიც იქნებოდა აი ამ სულიერი, როგორ გითხრათ, აი ამ გაღმერთებული ადამიანის სულიერების მატარებელი, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არის ანტიქრისტიანული მოვლენა, რომელსაც საბოლოო ჯამში მიყავს იქამდე, რომ ადამიანი ეჩვევა, რომ მხსნელები უნდა მოვიდნენ დედამიწაზე, რომ საჭიროა
კოსმოსური მხარდაჭერა კაცობრიობისა, რომ ესეთი ზეციდან წარმოშობილი ესეთი უცნაური მოვლენები გადაარჩენს კაცობრიობას და თავარი სათქმელი ის გახლავთ, რომ სწორედ აი ანტიქრისტეს მოსვლის დროს იქნება ეს ფენომენი მყარად ადამიანებში, რომ ზეციდან სასწაულების ხილვის სურვილი, ზეციდან გადარჩენის სურვილი, რომელსაც ესე ფართო რეკლამირება უკეთდება დღეს ტელევიზიით და სხვა მასობრივი საშუალებებით, სწორედ ამას შეთავაზებს ანტიქრისტე და ამიტომაც საზოგადოება სიხარულით, უმეტესი საზოგადოება უნდა ითქვას, სიხარულით მიიღებს ანტიქრისტეს სულისკვეთებას, ვინაიდან აი ეს მიდგომა, ეს მსოფლმხედველობა ადამიანებში უკვე მყარად იქნება და პირიქით ის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც იტყვის, რომ ეს არის უკვე მახე, რომელიც დაუგვა ანტიქრისტემ კაცობრიობას, რომ არავითარ შემთხვევაში არავითარი მხსნელი არ არსებობს გარდა ქრისტე ღმერთის გარდა, იქნება მთლიანად უგულებელყოფილი, დაიცინებიან ესეთი ადამიანები, როგორც ამას წმინდა წერილი ბრძანობს და პირიქით ისეთი სტიმულირებაც კი ექნებათ, რომ აი ამ ადამიანებზე, ვინც ჭეშმარიტი ქრისტის მართლმადიდებელი მსახურნი იქნებიან, იტყვიან, რომ სწორედ ესენი ებრძვიანო საზოგადოებას, სწორედ ესენი არიან მტრები კაცობრიობისა, ესენი არიან მტრები მშვიდობისა, სიყვარულისა, რომელსაც ანტიქრისტე მოაქვს, ვითომ ქრისტეს, რომელიც იქნება რეალური ბოროტების ძალა, რომელიც განხორციელდება მთლიანად ადამიანში და ის საბოლოო სიტყვას იტყვის აი ამ ესქატოლოგიურ პერიოდში, ხოლო უკანასკნელი სიტყვა თავად ქრისტე ღმერთს ეკუთვნის, რომელმაც მოგცა ჩვენ თამდაბლური გზით სიარულის წმენა, რომ მოგცა ჩვენ ის შეხედულება, რასაც ქვია ვიწრო გზით სიარული, ქრისტეს გზით სიარული, ეკლიანი გზით სიარული და არა სუპერმენების, სრულ რელიგიების, სრულ იდეოლოგიების და ცრუმხსნელების მსოფლმხედველობით სიარული, რომელსაც დღეს პროპაგანდირებენ. ღმერთმა დაუგლოცოს, შეგვიწყალოს და მოგცეს ძალა გარჩევისა, უნარი გარჩევისა იმ ბოროტებისა, რომელიც ცელდება დღეს და მყარი დაცვა იმ მტკიცე ფასეულობებისა, რომელსაც დედა ეკლესია თავაზობს, ყოველთვის თავაზობდა ადამიანს